მოგესალმებით. თქვენ იმყოფებით TBC არტარიაში, ეს გახლავთ პირველი ინტერნეტ ტელევიზია კულტურაზე. ჩვენ უკვე 7 თვეა მაუწყებლობთ და ამ გადაცემას ქვია ნდობის წრე, სადაც გავმართავთ დღეს დისკუსიას თეატრის ახალ კანონ პროექტთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის ყველას და დღეს ჩვენს დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ავტორი ამ კანონ პროექტის, ბატონი სანდრო მრევლიშვილი. დღეს წარმოდგენილები არიან აქ რეგიონის თეატრების მმართველები, ხელმძღვანელები, სამხატვრო ხელმძღვანელები, ასევე დედაქალაქის თეატრების მოქმედი მმართველები, რომლებიც პოტენციური სამხატვრო ხელმძღვანელები ახალი კანონმდებლობის მიხედვით სრულიად შესაძლებელია რომ გახდნენ და თეატრცოდნეები, ასევე კრიტიკოსები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დაკავშირებული არიან თეატრთან. სანამ უშუალოდ დისკუსიას დავიწყებდეთ, მინდა მოგახსენოთ, რომ გუშინ მე საღამოს გვიან ველაპარაკე ბატონ ნუკრი ქანთარიას, ალექსანდრე ქანთარიას, რომელიც გახლავთ საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ის გახლავთ ამავდროულად ერთ-ერთი ავტორი ამ კანონ პროექტისა და ბატონმა ნუკრიმ არ დამიდასტურა გუშინ ის გავრცელებული ინფორმაცია, რომ 11 დეკემბერს იქნება პირველი მოსმენა აღნიშნული კანონისა. ანუ ეს პროცესი დაჩქარებული წესით არ იქნება, ანუ კანონ პროექტის მიღება დაჩქარებული წესით არ იქნება რეალიზებული და ბატონმა ნუკრი ქანთარიამ მინდა გადმოგცეთ ყველას, რომ გამოთქვა ძალიან დიდი სურვილი და ღიაობა, საჯაროობა იმისათვის, რომ ყველა წარმომადგენლის თეატრის სფეროდან აზრი არის მისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და ის დაინტერესებულია თითოეული თქვენთაგანის მოსაზრების მოსმენით. აქ ფიქრობ, რომ კანონში მხოლოდ პრობლემა არ მდგომარეობს იმაში, რომ იცვლება მთლიანად სისტემა, ანუ მმართველს ჩაანაცვლებს სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, არამედ სხვა ნაკლოვანი მხარეებიც გამოავლინა ამ კანონმა და ამაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ სწორედ ჩვენ დღეს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის და იმედი მაქვს ყველას მოგეცემათ საშუალება, რომ თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება ამ ახალ კანონ პროექტთან დაკავშირებით ჩამოაყალიბოთ და მოგვახსენოთ ჩვენ. აუცილებლად მინდა ამ შემთხვევაში როგორც მოდერატორმა, არამედ როგორც რიგითმა თეატრცოდნემ, რომელიც მეტნაკლებად იცნობს ქართულ თეატრს, მე გულისხმობ, რომ არა მხოლოდ დედაქალაქის თეატრებს, არამედ რეგიონის თეატრებს, რომ კანონ პროექტის ავტორებს წაკითხვის შემდეგ, ამ კანონ პროექტის წაკითხვის შემდეგ საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ძალიან კარგად არ იცნობს თანამედროვეობას ქართული თეატრისა. გულისხმობ 2006 წლიდან დღემდე რა მოხდა დადებითი და რა მოხდა უარყოფითი ქართულ თეატრში და ამ კანონს რა მოქმედ კანონს რა კარგი თვისებები ჰქონდა. გულისხმობ იმას, რომ რეგიონის თეატრებში ეს კანონი მორგებულია იმაზე, რომ კანონ პროექტი რომ სამხატვრო ხელმძღვანელები წამოიწიონ წინა პლანზე, დედაქალაქში თითქმის ყველგან იყო სამხატვრო ხელმძღვანელების ინსტიტუტი ისედაც და მმართველთან ერთად ისინი თანამშრომლობდნენ, მაგრამ რეგიონების უმრავლესობაში და აქ ორი წარმომადგენელი არის ბატონი თენგიზხუხია და მაია კალანდია, ზუგდიდის და ფოთის თეატრის მმართველები, სადაც ამ მმართველებმა მოიტანეს თეატრი დღემდე და აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ რეგიონის თეატრები 2006 წლიდან დღემდე იყვნენ ერთ-ერთ მოწინავე პლანზე დედაქალაქის თეატრებთან ერთად. ისინი გავიდნენ ზუსტად ამ პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე და მათ განახორციელეს საერთაშორისო პროექტები. გულისხმობ უცხოელებმა დადგეს სპექტაკლები და ისინი გავიდნენ პირველად თავიანთ ისტორიაში 100-ზე მეტი წლის ისტორია აქვს ამ თეატრებს, ამ შემთხვევაში ბათუმის თეატრსაც გულისხმობ, არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე. ეს ყველაფერი გააკეთეს ამ მმართველებმა და როდესაც განცხადებები კეთდება, რომ მმართველების სისტემა ეს იყო წმინდა პოლიტიკური და ეს იყო კომისრები, ცოტა ჩემი აზრით უხერხულია, რადგანაც ყველანი, ვინც იყო მმართველი, თეატრის სფეროდან წამოსული ადამიანებია, შეიძლება პროფესიით არ იყოს რეჟისორი, მაგრამ არის მსახიობი, თეატრის მოღვაწე და რომლებმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ქართული თეატრისთვის, ყოველ შემთხვევაში მათ რაც შეეძლოთ იმ მცირე ბიუჯეტის ფარგლებში. ეხლა კი სანამ უშუალოდ დისკუსიაზე გადავალთ, მე მინდა უპრიანი იქნება ალბათ, რომ ბატონ სანდრო მრევლიშვილს ვთხოვოთ და დავუსვა ესეთი კითხვა, რაში მდგომარეობს 2-20 სიტყვით რომ მოგვახსენოთ ამ ახალი კანონ პროექტის არსი. თუ აქამდე ვერ გავარკვიეთ ეგა, ეხლა დღეს ამ საღამოს ძნელი იქნება მაგის გარკვევა. მაგრამ მე არ მინდა დიდხანს თქვენი ყურადღება, ვთქვათ, ყურადღება დავაკავო.
აქ საქმე რაშია იცით ბატონო ლაშა? აქ არავითარ შემთხვევაში არ არის სიტყვებში საქმე. იმიტომ რომ თავისთავად სიტყვა მართველი ეს არის მე მგონი უხეირო ტვინის მიერ რაღაცა გადმოთარგმნილი გერმანულიდან და გერმანულ თეატრში ინტენდანტი პირდაპირ ითვლება სამხატვრო ხელმძღვანელად. მაგრამ მართვის ელემენტიც არის. ამიტომ რადგანაც ძირითადი შეეტევა ალბათ იყო მაინც სამხატვრო ხელმძღვანელებზე 2006 წელს და ჩვენთან ხო ეგრეა ერთთან ორ პიროვნებაზე ერგება ხოლმე ყველაფერი არა. ამიტომ ასე ვთქვათ ეს მართველი მოიგონეს, თორე ფაქტიურად თეატრის დირექტორია. რატომ უნდა ასე ვთქვათ შევცვალოთ რაღაცები, რაც ტრადიციულად იყო და არის. ეს ერთი. მეორე. მე ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი წინ და წინ თქვენს წინაშე. იმიტომ რომ მინდა უბრალოდ შეგახსენოთ დიდი ხნის წინ ცნობილი ჭეშმარიტება. პირველი, თეატრი არის კოლექტიური ხელოვნება. ხას უსვამ კოლექტიურსაც და ხელოვნებასაც. ამ კოლექტიურ ხელოვნებას სჭირდება ხელოვანი წარმმართველი. ამის გარეშე თეატრი ვერ იარსებებს. მე მგონი ეს ის აქსიომაა, რომელზეც შეგიძლიათ მე ნებისმიერი თეორემები ააწყოთ. მეორე, თეატრი ეს არის სინთეზური ხელოვნება. ეს სინთეზი არ გახლავთ მექანიკური, არამედ არის ასე ვთქვათ შემოქმედებითი. აი ამ სინთეზსაც ვერავინ ვერ გააკეთებს, გარდა ვერ წარმართავს, გარდა შემოქმედის. ეს ფუნქცია მე-19 საუკუნიდან გამოკვეთილა ტიტვირთა რეჟისორმა, მანამდე სხვადასხვა ასე ვთქვათ ხან პირველი მსახიობი, ხან დრამატურგი და ასე შემდეგ ამ ფუნქციას კისრულობდნენ, მაგრამ გამოკვეთილად როგორც პროფესია, როდესაც შეიცვალა ასე ვთქვათ თლიანად სოფლიოში სოციალური დაპირისპირებები და ვთქვათ სისტემები და ჩამოყალიბდა კაპიტალიზმი საბოლოოდ, აი მაშინ ასე ვთქვათ დაიბადა უკვე გამოკვეთილად რეჟისორის პროფესია და დღემდე ის არის ცოცხლობს, არის ერთ-ერთი უთურესი პროფესია, ამის არ გინდათ ასე ვთქვათ ჩემგან ამ ლექციის წაკითხვა და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სხვაგან ჩვენთან არა. ხო? ეხლა მე აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ კეთის დოლიძეს იმ მოსაზრებაში და ეს ჩემი მოსაზრებაც არის, რომ ჩვენ წარსულმა დაგვიტოვა უდიდესი მონაპოვარი, ეს არის რეპერტუარული თეატრი. სხვანაირი თეატრი ჩვენ სინამდვილეში ვერ არსებობს და ვერც იარსებებს. იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არც იმის ფული გვაქვს, არც ისეთი მეცენატები ყავს, რომლებიც დაგვიდებენ დიდ თანხას და გვეტყვიან, აი, ვთქვათ, ანტრეპრიზის წესით, ხო, ერთი სპექტაკლი შექმენი და გადაუხადე ყველას ფული. ეხლა ნებისმიერ აი მე უამრავი მეგობრები ყავს მსახიობები, ზოგი ჩემი გაზრდილია, ზოგი ჩემი თანაგაზრდილია, ზოგი ასე ვთქვათ, ჩემ ხელში დაფრთხიანდა და ჩემ ხელში აიდგა ენა და ფეხი, არა, მათაც კი რომლებიც საოცრად ასე ვთქვათ თვალში რო ჩაუვარდე და ხელს არ მოისვამენ, არა, მათაც კი რომ მე რო უთხრა რომ მოდით ერთად სპექტაკლი გავაკეთოთ და კაპიკს არ მოგცემთ, აღარ წამოვაკეთე არავინ, იმიტომ რომ გასაგებია ეს. და ისეთი თანხა, რომ ანტრეპრიზა შექმნა, ეს ზღაპარია ჩვენ სინამდვილეში. ამიტომაც ანტრეპრიზის თეატრი ჩვენთან პრაქტიკულად ჩავთვალოთ რომ ვერ იარსებებს. რჩება რეპერტუარული თეატრი და მადლობა ღმერთს რომ ეს ესეა. რეპერტუარულ თეატრს თავის დაფინანსება ჭირდება, ბატონო? ბატონო? რეპერტუარული თეატრი დღესაც ხო არსებობსო? ანუ მოქმედი კანონმდებლობით. ეს შევჩამეთ. საბედნიეროდ ეს შემოგჩამეთ კი რეპერტუარული თეატრი და ეს ძალიან კარგია მეთქი, ხო? ესე იგი, ეხლა ეს კანონი, ну, ჯერჯერობით ერთადერთი დამფინანსებელი არის ხელისუფლება და ну, ესე იგი, მეცენატმა ივანიშვილმა რაღაც ხელფასები ასე თქვა დაუნიშნა კიდევ მსახიობებს, ხო? აი ეს ორი წყარო არის რეპერტუარულ თეატრებში დაფინანსების. უბრუნდები რა იმ საკითხს, რომ რა თქმა უნდა, თეატრის ცხოვრება უნდა წარმართოს შემოქმედმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ეს ჩემი აზრით არის, აი, როგორც აქსიომა. მაგრამ ეს ხო ასე იყო, ბატონო სანდრო. როდის იყო ასე? ანუ სამხატვრო ხელმძღვანელები წარმოადგენდნენ თეატრის სახეს და სამხატვრო ხელმძღვანელები უძღვებოდნენ შემოქმედებას. ავიღოთ ეგ სხვა პრობლემაა, ქალბატონ კეთი, მაგრამ თქვენ როდესაც იყავით კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თუ შეიძლება დავამთავრებინეთ და მე გადავიდეთ სხვა იმას, ხო? ეხლა მე არ მინდა დღეს არავითარ შემთხვევაში რაიმე კონკრეტულ თეატრებზე შევჩერდე, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არიან, ჩემი კოლეგები არიან სულ ყველა და მე არ მიყვარს საერთოდ კოლეგებზე
საუბარი და მათი კრიტიკა, იმიტომ რომ ყველამ ჩვენ გულში ჩავიხედოთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ზოგი თეატრი გადავაქციეთ ტანცმოედნად. ზოგი თეატრი, ასე ვთქვათ, საერთოდ ძლის ფეთქავს, ზოგი თეატრი საერთოდ უხეირო მმართველის გამო დაიხურა, ხო? ესე იგი, როგორც კი ჩვენ მე იმას არ ვამბობ, რომ ბატონო რომელი თეატრი დაიხურა? ჩემი თეატრი დაიხურა. იმის გამო, რომ აბსოლუტურად იდიოტი მმართველი დანიშნეს, რომელსაც ვერაფერი ვერ მოახერხა, ხო? საერთოდ თეატრში არ იყო ნამყოფი ინტერვიუშიც აქვს ეს ნათქვამი. ჩემ მაგალითს ადვილად მოგახსენებ და სხვა მაგალითებზე მე ძალიან თქოთ ნუ დამასახელებინებ გვარებს, არა. ესე იგი, არაფერი არის იცით რა, ძალიან ბევრ ამას წყვეტენ პიროვნებები. ძალიან ბევრ ამას, ძალიან ბევრ ამას. როგორ, რა თქმა უნდა, თეატრის დირექტორი არანაკლები ფიგურაა ან მმართველი. თუმცა მმართველიც შეიძლება შემოქმედი იყოს. იქ სადაც თეატრის მმართველად არის პროფესიით რეჟისორი, ასე თუ ის გამოცდილი, იქ კიდე არ აუშავს მიდის საქმე. ხო. როდესაც ეს არ არის, საქმე ვერ მიდის ისე როგორც საჭიროა. ეხლა, რა თქმა უნდა, ესე იგი, პირველი პირი ეს ჩემთვის უპირობოა და ნუ ყველას თავის აზრი აქვს, უნდა იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი. მოდით იგივე კულტურის სამინისტრო სამხატვრო ხელმძღვანელებად დანიშნოს ისეთი კანდიდატურები, რომლებიც მარტო თეთრი ხელთათმანებით კი არ მივიდნენ რეპეტიციას, ხო? და ესე გააკეთებენ, რომ ეს მომიტანე, ის მომიტანე. რომელთაც ესმით ეკონომიკა, რომელთაც ესმით ელემენტარული კანონმდებლობა, რომელთაც ესმით ურთულესი წარმოება თეატრის, ხო? ეს უნდა სამხატვრო ხელმძღვანელს ეს უნდა ესმოდეს ყველა. კი, მაგრამ ამდენი რეჟისორი თუ ყავს, რომელსაც ესმის ერთდროულად მენეჯმენტიც, შეუძლია სპექტაკლების დადგმაც, უხელმძღვანელოს თეატრს შემოქმედებითად, ანუ მაშინ მისი მისი წარდგენით, ხო? მაგრამ ისინი ხო სამხატვრო ხელმძღვანელები არ იყვნენ ქალბატონო კეთილი. ხელმძღვანელს რომელსაც თქვენ ავდათ, კეთილი დავამთავრეთ რა, ძალიან მოკლედ ვიტყვი. მე ესე იგი ხელა დავამთავრებ, არაფერი არ ამოხდა. კეთი დავამთავრე. იშვიათი გამონაკლისი. ხო? ესე იგი, მაშინ სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით დაინიშნოს დირექტორი, რა თქმა უნდა, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელი ამ უფლებების დელეგირებას გააკეთებს მასთან და ესე იგი, ერთად კოლეგიალურად ემუშავებენ. იცით რა, მეერხოლდი ხო ყველას გახსოვს. აბა ამ დარბაზში თუ ვინმე მეტყვის, ვინ იყო დირექტორი მეერხოლდის დროს? ვერ მეტყვით. მარჯანიშვილის დროს კიდე შეიძლება მითხრათ, იმიტომ რომ ჩვენია და ვიცით. მე ყველას გეტყვით, იმიტომ რომ თეატრალურ ოჯახში ვარ გაზრდილი და ყველა დირექტორი ვიცით, მარჯანიშვილის თეატრში იყო და რუსთაველის თეატრში იყო, ხო? მაგრამ რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი იყო აკაკი ვასაძე, წლების მანძილზე, დირექტორი იყო პოკო მორღულია და ისინი მუშაობდნენ ისე რომ, ვთქვათ, სპექტაკლებიც დაიბოქა კი იბილი, არა, არტისტიც და სცენაზე და უზრუნველყოფილი იყო თეატრი ყველაფრით. აქ პიროვნებები ძალიან ბევრს წყვეტენ. დღევანდელი მაგალითი ავიღოთ მარჯანიშვილის თეატრი. ნუ შეიძლება ჩვენ გქონდეს პრეტენზია რეპერტუარის თვალსაზრისით, გემოვნების თვალსაზრისით, ეს სხვადასხვა საკითხებია, მაგრამ იქ მმართველის და სამხატვრო ხელმძღვანელის ურთიერთშეთავსებადობა. ესე შეთავსებულები არიან ისინი. აი ესეთი მაგალითებით, თორე რაც შეეხება და არავითარ შემთხვევაში კონფლიქტი თუ წარმოიშვა სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს შორის, ალბათ სამხატვრო ხელმძღვანელი უფრო მართალი იქნება. ეს მისი ფუნქციით, ხო? შეიძლება, ასე ვთქვათ, ისეთი პიროვნება იყოს, კიდევ ერთხელ ხავს ვსვამ პიროვნებებს, რომ საერთოდ თეატრში კი არ არსად არ უნდა იყოს. ეს დასაბუთებით თქვა ბატონ სანდრო, მე მგონი ცოტა რთულია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი აუცილებლად მართალი იქნება. ეს მე, ასე ვთქვათ, აქ გავაკეთე დაშვებოობა, ხო? ეხლა, რაც შეეხება დანიშნებს. ჩემი აზრით, ყველა თეატრი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, უნდა სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება ეს მმართველი თუ დირექტორი, უნდა დანიშნოს კულტურის სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციით და შეთანხმებით. და რატომ იცი? და ჩვენ პატარა ასე იყო, მოქმედ კანონში. არ იყო ასე, მოქმედ კანონში. ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავდა კულტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის წარდგინებით. რურუამ არ ვიცი რა მოსაზრებების გამო სულად მოიცილა ეს საქმე და თქვა რომ მაგაში არ ვერი ვინც და დანიშნო ვინც არა. შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა რუსთავში. ესე იგი, იქ არა თუ ის რა ქვია, სტატუსი შეუცვალეს თეატრს. იქ ეხლა შეპესია
და შეპესე უკვე ამ კანონს არც არსებობს და არც მომავალს არ ექვემდებარება. ეს რუსთავის თეატრი არის. რუსთავის თეატრი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადააკეთა, როგორ არა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, არამედ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, ანუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და ამდენად ის უკვე კულტურის სამინისტროს არ ექვემდებარება. ამიტომ იქ საერთოდ გასულია ამ ზოლიდან არა და კიდევ რა იცით ესე იგი თუ არ მოგწონს სამინისტრო, სხვა მინისტრი დავნიშნოთ და სხვა მოადგილეები, მაგრამ კულტურის სამინისტრო უნდა იცნობდეს კადრებს, იმან უნდა იცოდეს, რომ თუ ეხლა გაუჭირდა, დაუშვათ ვამბო პირობითად X თეატრს X ქალაქში არ მინდა ისევ არავინ დავასახელო, ხო? იქ გააგზავნის შედარებით გამოცდილს ის ამ თეატრს, ასე ვთქვათ, იდეალური სურათი ავიღოთ. ამოკაჩავს ხატულად. მერე იქ დაინიშნება ვიღაც ახალგაზრდა, ის გააგრძელებს და ამ მავან და მავან გამოცდილ კაცს გააგზავნიან ახლა თელავში იქ ამოკაჩიო. მერე იქიდან იმ ახალგაზრდას გაზრდილს წამოიყვანენ თბილისში. ანუ ეს ასე ვთქვათ, ეს როგორც ტელეფონის დისკია რა, ეს კადრები ვინ უნდა იცოდეს თორა კულტურის სამინისტრო. რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებას და შეთანხმებით ადგილობრივი ინტელიგენციის აზრია გასათვალისწინებელი. იყო ეგეთი ზუგდიდში დირექტორი საშა ეგუტია. წინვალე მოღვაწე და წინვალე კაცი. შენ კეთი გახსოვს თუ რა არ ვიცი. მაგრამ დიდებული პიროვნება იყო, რომელიც ასე ვთქვათ, ვასო ყუშტაშვილი ჩაიყვანა იქ. ვასო ყუშტაშვილის დროს სტადიკო ბატონო საშა ეგუტია იყო 60 წლიდან დავსწავლე. ვასო ყუშტაშვილი იმ დროში უკვე აღარ ცილა. მე ესე მახსოვდა, ნუ არ იყო. 60 წლიდან იყო. კარგი, მაგის როგორ გეკადრებათ? ვასო ყუშტაშვილი საშა ეგუტიას ძალიან გთხოვთ ჩაიხედე ზუგდიდის თეატრის ისტორიაში ვასო ყუშტაშვილი 60-იან წლებში იყო საშა ეგუტიას რო სამხატვრო ხელმძღვანელი და რაიკომის დივანს რო უთხრა მივიდნენ საშა ეგუტია და კარგით ნუ თემური ჩხეიძე ბატონო თემური ჩხეიძე ჩაიყვანა თელი ჯგუფი ჩაიყვანა ერთ სიტყვით ის იყო ნამდვილი ძალიან გთხოვთ რომ ბატონ სანდრო თემის ვარ გადავუხვიოთ ამიტომ მე ვამბობ ესე იგი რომ აქ ჩემის აზრით და არ არის დასაძაბი სიტუაციები რა ესე იმდენად რამდენადაც ესე იგი მართველი ერქმევა თუ დირექტორი ამაში არ არის საქმე მაგრამ შეუულებელია აქ შემიდან დავიწყეთ სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე თეატრი არის შეუძლებელი თუ მე დამიმტკიცებს რომ ეს არის შესაძლებელი და სამხატვრო ხელმძღვანელს პირველი სიტყვა უნდა ეთქმოდეს და გადამწყვეტი თეატრში ამაში მე მგონი ესეც აქსიომაა და კიდე მეც გეტყვით აუცილებელია რეჟისორების ინსტიტუტის აღდგენა თეატრებში უნდა იყოს 2-3 რეჟისორი რომელიც ამ თეატრთან იზრდებიან ამ რეპერტუართან დაიზრდებიან, შემდეგ მიდიან, სხვები მოდიან, ესე იგი, ერთად ქმნიან რეპერტუარს სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად. ესეთი სრული შალაი-ვალაი, როგორც უსები თქვენ, არ შეიძლება ვინ დგამს, რას დგამს, როდის დგამს, სად დგამს, რანაირად დგამს. თქვენ ჩემზე უკეთեցით, ვაშა, სრული ქაოსია ამ საკითხში, ხო? სრული ქაოსია და გადახედეთ ჩვენი თეატრების რეპერტუარს. ეს ეტყობა ჩვენი თეატრი. ხო, მაგრამ თეატრში თუ იმუშავებს რეჟისორი გამოსწორდება მხატვრული ხარისხი. ლაშა, არა ძალიან ბევრ თეატრში, ჩვენ თეატრშიც ახლა მე და ზურამ ვიცით, არის ესეთ შემთხვევა, რა ქნა ახლა მოიტანა კაცმა ფული და ჩვენ გვჭირდება სპექტაკლი და მივიღეთ ღმერთმა კარგად ამყოფოს იმისი, რა ქვია, ჰამლეტი, იმისი, დღემდე არ მელაპარაკება ამირანაშვილის და მივიღეთ კიდე რაღაცა, მოიტანა ფული, რატომ ისცეს ფული? რატო რა ნიშნის მიხედვით მან მოიპოვა გრანტი, რომელიც დააფინანსა ან თბილისის მერიამ, ან კულტურის სამინისტრომ, მაგრამ მათ საბჭო. ბევრად პროფესიონალების შედგება. არავით არის პროფესიონალები. რას ლაპარაკობ? ვინც მისცემს, მაშინ მე მაქვს ეჭვი, ვინც ამირანაშვილს მისცა გრანტი. ღმერთო კაცო, არაჩვეულებრივი მსახიობი არა და გამეხარდა. 10 წელი მე ვეხვეწებოდი რომ თეატრში დაბრუნებულიყო და ამბობდა რომ ამ თეატრისკენ არ გამოვიხედაო. მე როდესაც დამნიშნეს სამხატვრო ხელმძღვანელად მოვიდა და თქვა, ვაი რა ბედნიერება, დაბრუნდები თეატრში. ველოდე. ამირან ეს როლი, ის როლი, არაო, მაგრამ ჩემთან არ უთქვამს რომ დადგმა უნდა. რო ეთქვა რომ დადგმა უნდა, ვეტყოდი რომ ამირან იცი რა, არ ვიცი შენ რას დგამ, რა ხარ, მაჩვენე რაღაცა. მერე მოვიდა ზურამ მართველად
და მე ჯერ კიდე წასული არ ვიყავი, ხო, არ ვიყავი ზურა, ჯერ კიდე არ ვიყავი ასე ვთქვათ მოხსნილი და ისა, როდესაც მოვიდა და თქვა, მე მოვიტანე ფული და ზურამ ჩამაყენა საქმის კურსში, რომ ამირანმა უნდა დადგას ჰამლეტი. მე ხო და მაგრამ ეს უკვე მომხდარი ფაქტი იყო პრაქტიკულად, რომ შევედი კაბინეტში ზურასთან, ამირანის ისიქ, მე ფული მოვიტანე თქვა, მე ვიწყებ ჰამლეტს. ეხლა დამერტყვა თავში და მე თქვა, რომ მოიცაგენ, რაც მივიღეთ, ზუსტად ვიცოდი, რასაც მივიღებდით და მე ძალიან მიყვარს არტისტი, რეჟისორები, რომელსაც გამოსდით სპექტაკლები. მაგრამ როდესაც ღმერთო ნუ მიწყენ 50 და 55 წელს მსახიობი მიაღწევს და კარგი არტისტია და არასდროს არ გაჩენია სურვილი, დათმის და მეუბნება, გენაცვალე როლებს აღარ მაძლევთ და ამიტომ დავდგამ. მივიღეთ X მეორე სპექტაკლი. რომელიც არ ვარგა, მაგრამ ქალბატონ კეთი ჩვენ ხო არ გვაქვს გარანტია, თუნდაც ავტორიტეტულმა რეჟისორმა დაიწყოს ახალი სპექტაკლი და იმასაც არ ჩაუვარდეს. ერთი წინადადება მაქვს, მე და ამით წინასწარ ხო ვერ გაქვთ. ერთი წინადადება მაქვს. მე მგონი ასეთი, იცით რა, ასეთი ძალიან კარგია შეხვედრები ყველაფერი, რაღაც აზრები გამოიკეთა. მე მაქვს ასეთი წინადადება უბრალოდ. მოდით ესე გავაკეთოთ. არსებობს საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელმაც ეს საკითხები ყველაფერი რაღაცნაირად უნდა გადაწყვეტოს. როგორ შეძლებს მე არ ვიცი, მაგრამ უნდა გადაწყვეტოს. სხვა ორგანო არ არის, სხვა ის არ არის. ამიტომ ყველას, ვისაც ხელგვეწიფება წერა და კითხვა და გვაქვს ჩვენი წინადადებები, ეს გამოვხატოთ ქაღალდზე, ფურცელზე, ერთ გვერდზე თუ ორ გვერდზე და ეს ყველაფერი მივიდეს იმ სამინისტროში და დაალაგებულად წესიერად დაალაგდეს იმათ მხრიდან ვისი საქმეც ეს არის. და ჩვენ ახლა ერთმანეთს რო აქვს. ხშებაც არის შეხვედრა კულტურის სამინისტროში. გვალი მაგიდან. გვალი მაგიდან, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა თეატრის წარმომადგენელი. ქალბატონო ირინა, ხო, აი ჩვენ ნუ გადაუხვევთ თემას ნიკა ერთი წამით. უბრალოდ ძალიან გთხოვთ, რომ ვისაუბროთ მხოლოდ კონკრეტულ კანონ პროექტთან დაკავშირებით და გამოვთქვათ ჩვენი შენიშვნები თითოეულ დებულებასთან დაკავშირებით. ქალბატონო ირინა ღოღობერიძეს ვთხოვ, რომელიც გახლავთ კრიტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი. მით უმეტეს რომ ძალიან ცოტა ვილაპარაკეთ, მე მგონი თეატრმცოდნეებმა, ვიცი რომ პრაქტიკულ თეატრს დიდად არ უყვარს, ასე ვთქვათ, ეს სფერო, ყოველ შემთხვევაში ერიდება, მაგრამ მეჭვინი გვეპარებათ იმაში, რომ ძალიან ყურადღებით ვუყურებთ პროცესებს, სწავლობთ და ასე შემდეგ. და საკმაოდ სერიოზულად გადავიკითხე ის, რაც არის, აქედან გამომდინარე, რამდენიმე შეკითხვა მაქვს და აბსოლუტურად კონკრეტული. და უპირველეს ყოვლისა მინდა ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება. რამდენადაც მესმის, აი ეს აწმოქმედი კანონის სათაური და ძირითადი პუნქტები რჩება უცვლელი. ანუ კანონს ქვია საქართველოს სახელმწიფო თეატრების შესახებ. ასეა თუ არა ბატონო სანდრო? აი აქ ეს კანონი, საქართველოს კანონი სახელმწიფო თეატრების შესახებ. დიდი მადლობა. გასაგებია წინა კანონსაც? დიახ, ასე ერქვა წინა კანონსაც. ეხლა თქვენ არ გინდათ და რატომღაც ავად სახსენებლად ვიხსენებთ 99 წლის კანონს, მაგრამ მე მაინც მინდა მოვიყვანო, არ ვფიქრობ, რომ დაბრუნებას ვაპირებ, სულაც არა, ნამდვილად არა. ერთი წამი არა, იმიტომ რომ ესეთი ტრაქტოვკა მიდის რატომღაც. კეთი, თუ შეიძლება დავამთავრებ, თუ კარგი იყო დავბრუნდეთ. შეიძლება დავამთავრო? მინდა გითხრათ, რომ იმ კანონს ერქვა საქართველოს თეატრების შესახებ. თეატრების და საქართველოს სახელმწიფო თეატრების შესახებ გაკეთდა 2006 წელს, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად კონკრეტული მიზანმიმართული უკაცრავად კეთი დავამთავრებ, მიზანმიმართულად იმ თვალსაზრისით, რომ მოექციათ სახელმწიფოს იურისდიქციაში რაც შეიძლება მეტი თეატრები. აბსოლუტურად ალბათ ამისთვის მაპატიე სანდრო, მაგრამ აი ძალიან კარგი პირველი გვერდი აქვს აი ამ ძველ კანონს. ანუ აქ არის ზოგადი დებულებანი, რომელიც აქ იქცა ერთ ბწკარად აწმოქმედში, რომელიც რჩება. გარდა ამისა, აქ არის მოცემული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კანონში გამოყენებული ტერმინები. სადაც განმარტებულია რა არის სახელმწიფო თეატრი, რა არის განმარტებულია რა არის ადგილობრივი დაქვემდებარების თეატრი, სადაც განმარტებულია რა არის კერძო თეატრი,
ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული სამოყვარულო თეატრი და პროფესიული თეატრი. აი აქ მივდივარ. ჩვენ დღეს ეს არც აწმოქმედში გვაქვს და არც კორექტურა შეტანილ ვარიანტში. ეს 2006 წელს შექმნილი, შედგენილი გენიალურად კანონი არის დაფუძნებული, მე ვნახე ეს ყველაფერი აბსოლუტურად იმ ნორმატიულ აქტებზე, რომელიც მიღებული იყო, აი ამ ძირითადი კანონის მიღების ნორმატიული აქტები. საქართველოს კულტურის სამინისტროს ბრძანებები სახელმწიფო თეატრების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, სახალხო თეატრის, ანუ სამოყვარულო თეატრის, სახალხო მერე წოდება ენიჭებოდა წარმატებულ სამოყვარულო თეატრს. დებულების დამტკიცების თაობაზე და თეატრების სპეციალური რეესტრის წარმოების წესის შესახებ. ამდენად 2006 წელს აიღეს დებულება სახელმწიფო თეატრების შესახებ და შექმნეს კანონი. მაპატიეთ, მაგრამ მე ვერც იმ კანონს ვუყრი კენჭს, მით უმეტეს არც 2003-ში მიყრია არავისთვის მიმიცია ხმა არავისთვის და ვერც აი ეხლა ამ წინამდებარეს, იმიტომ რომ კონკრეტულად სახელმწიფო თეატრების გარდა საქართველოში თქვით რამდენი თეატრია. თქვით რამდენი თეატრია და რა ტიპის თეატრია და მაპატიეთ და იგივე ანტრეპრიზა 57 სახელმწიფო თეატრია საქართველოში. 57 მაქვს მე ეს ციფრი და ვიცი და იგივე ანტრეპრიზა, რომელსაც რატომ უნდა ვართმევდეთ არსებობის საშუალებას. იქნება ის წარმატებული თუ არ იქნება, არა, ნუ ბატონმა სანდრომ მე მგონი ესე თქვა რა, რომ შეიძლება არ იყოს წარმატებული. კი ბატონო, შეიძლება ვერ გავიგებ უკაცრავად, მაგრამ მეთანხმებით სახელმწიფოს თეატრებზე მხოლოდ დაფუძნება კანონის არ შეიძლება. სად არის სხვა თეატრები? იცით რომ ამაზე ძალიან ამ თვალსაზრისით, აი ამ აღრევის გამო, ძალიან დიდი პრობლემები გვექნება პროფესიონალებს. აი მაგალითად მე შემექნა ძალიან სერიოზული პრობლემა. შენც კი ბატონო, დურუჯი. კი ბატონო, და დურუჩი შეცვალეს კოდექსი, იცით რომ შეცვალეს ყველა პროფესიული თეატრი შეიტანეს პუნქტი, ყველა პროფესიული თეატრი გარდა სახალხო თეატრებისა. იძულებულნი იყვნენ, იმიტომ რომ შარშან წინანდელ დურუჩზე, მაგალითად 14 კაცი 12 ქვეყნიდან მე პირადად შევიყვანე ერთ-ერთ სამოყვარულო თეატრის სპექტაკლზე, რომელიც იმათ მითხრეს, უნდა ვნახოთ, იმიტომ რომ დურუჯის ნომინანტებში იყო წარმოდგენილიო. შევიყვანე და სიმართლე გითხრათ, თავი დავხარე, იმიტომ რომ ძალიან მონდომებით ის სპექტაკლი, რაც იყო პირვანდელი სახე, იმათ გადააკეთეს, თავის აზრით, ასე ვთქვათ, უკეთესი გახადეს და მიიღეს არა. ქუთაისის ნიღბების თეატრი იყო, რომელიც ხებულობდა მონაწილეობას. გასაგებია, რომელსაც ჰქონდა ტექსტი, არ ჰქონდა ტექსტი, იყო მშვენიერი სპექტაკლი, პანტომიმა მოინდომეს დურუჯისთვის და გაუშვეს თუ რამე ჰქონდა კლდიაშვილს ირგული ბაკულას ღორების თავად კლდიაშვილი მოქმედ პირას და არიან საჯარო სამართლის იურიდიული აი ეს იყო პირები. პრობლემა, ეს ერთი. არა, სახელმწიფო თეატრები არიან კერძო სამართლის იურიდიული პირები. და კიდევ მათ ერთი. მოღვაწეობას არეგულირებს უკაცრავად. ამათ არეგულირებს საჯარო სამართალი. კი ბატონო, მაგრამ ეს თეატრები არიან, რომლებიც უნდა იყოს შეყვანილი კანონში, თუნდაც იმიტომ, რომ მათი არსებობა გამარტივებული იყოს რეგიონულ თეატრებთან. თქვენი ერთი რეკომენდაცია გასაგებია ჩემთვის მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს არის რომ კანონში უნდა იყოს განმარტებული და გამიჯნული პროფესიული სარეპეტუარო თეატრი. უკაცრავად არავის არის რეესტრი. შეიძლება ირინას წინადადება ესნაირად ჩამოყალიბდეს, არ ვიცი. კი ბატონო, ჩამოგიყალიბებთ ამას დუგნება. აი ესა და ეს თეატრები, ესა და ეს თეატრები, ეს თეატრები ექვემდებარიან კერძო სამართლის სამართალს და მათ მოღვაწეობას არეგულირებს კერძო, ასე ვთქვათ, კანონი კერძო მეწარმეობის შესახებ. კი ბატონო, გეთანხმებით, აი ამ კანონში შეიძლება თეატრები უნდა იყოს შეყვანილი კანონში, ეს ერთი. ეხლა არავით არის საწინააღმდეგო და რა თქმა უნდა, ძალიან კარგია რომ ვცვლით მმართველს, რომელიც უკეთეს შემთხვევაში რაღაც ენებულობის კომპლექსს მე პირადად მიჩენდა.
თვითონ ეს სიტყვა. და ვუბრუნდები დირექტორს, იმიტომ რომ იცით ინტენდანტი გერმანულიდან ნათარგმნი ნაკლებ მისაღებია მმართველი ჩვენთვის. ეს არის ზუსტი თარგმანი გერმანულ ენაზე. არ არის ზუსტი თარგმანი გერმანულად. ყოველ შემთხვევაში, ჩემო კარგო, მთელი ევროპის თეატრები და მთელი მსოფლიო დირექტორის ფუნქცია არის director artistic და არის director executive director. ტერმინებზე ნუ ვისაუბრებ, ძირითადი ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მაგრამ შემოიტანა ეს ესე გადათარგმნა. მაგრამ მე ვფიქრობ, ხო, იგივე თქვით. ინტენდანტი. ვეთანხმები. ინტენდანტი გერმანულად. ვეთანხმები. ნიშნავს. ვეთანხმები. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს. თეატრის რადიომაუწყებლობის ან ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელს. დირექტორს ან მთავარ რეჟისორს. სხვანაირად არის სამხედრო ინტენდანტი, რომელიც ასე ვთქვათ. არა, ნუ მართლსაც Война служащая офицерского состава, а в 17-м დაზნაურიცო პროვინცია. სანდრო, ნუ ვიკამათებთ, კარგია, მადლობთ. პირიქით, მადლობთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. უბრალოდ აი მეორე რეკომენდაცია რა გაქვს? მეორე რეკომენდაცია რა მაქვს, იცით? აი თვითონ სამხატვრო ხელმძღვანელს რომ უფლებები უნდა გაეზარდოს, ცალსახად ცხადია. უნდა გაეზარდოს და პრინციპში ის უნდა იყოს წარმართველი შემოქმედებითი პროცესის და აბსოლუტურად ყველაფრის. მაგრამ ნუ მე მაინც მიმაჩნია, არ ვიცი, აქ ბევრი სამხატვრო ხელმძღვანელი არ ვიცი არის თუ არა ვინმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქეთია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მაინც ფინანსური ფუნქციები უნდა გაიმიჯნოს ალბათ და დაზუსტდეს სად. და ელემენტარული იგივე დირექტორი წერია, ფინანსური პასუხი. წერია მაშინ? ფინანსური, ადმინისტრაციული, ორგანიზაციული. და აბსოლუტურად სწორია, მე მიმაჩნია ფინანსურზე. მხოლოდ ფინანსური. ერთი წამით მეგობრებო, აქ მაქვს და ყველას წაგიკითხავთ ერთი წამით. უნდა გასაუბროს სამხატვრო ხელმძღვანელმა და უნდა აღასრულოს დირექტორმა. ქალბატონ ქეთი, ორი პუნქტი ამ კანონპროექტში მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში და გეტყვით რომელს წაგიკითხავთ. აი ამ ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით. ერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ნახეთ რა წერია. თეატრის დირექტორთან ერთად შეიმუშავებს შემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ადმინისტრაციულ, ფინანსურ და ტექნიკური ღონისძიებების გეგმას. იღებს გადაწყვეტილებებს დასის წევრებთან და შემოქმედებით პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების დადების საკითხებზე. ახლა მეორე რა წერია დირექტორთან მიმართებაში, რომ დირექტორი წარმართავს და პასუხისმგებელია თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობაზე. საგარეა წინამდებობა. გეტყვით ახლა რა, ადმინისტრაციულ და ანუ თეატრის პირველი პირი არის სამხატვრო ხელმძღვანელი თუ არა? კი. ახალი კანონპროექტის მიხედვით. ესე იგი, სამხატვრო ხელმძღვანელი წყვეტს დამლაგებელი მიიღოს თუ არა თეატრში. ეგრე წერია ადმინისტრაციულსაც. აგერ წერია. დირექტორი არის პასუხისმგებელი ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალზე. მათ მიიღება გაშვებაზე წერია. ოღონდ ნახეთ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით. ანუ სტურუას უნდა შეუთანხმოს დირექტორმა ვის მიიღოს. არა, ესე წერია. არა, სიტყვაზე ვიცახი პირველი თეატრია და იმიტომ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით არ შეუთანხმოს, მაგრამ სადაც მონაწილის გამგე უნდა ძალიან კარგად ვიცი. ძალიან კარგად მაცალე, წერია ძალიან ზუსტად და ძალიან ზუსტად არის გამიჯნული ყველაფერი. არავით არის კონფლიქტი დირექტორს და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის არ შეიძლება მოხდეს თუ ორივე არის წესიერად ერთმანეთთან დაკავშირებული. არავით არის, მაგრამ მე პირადად ვარ კატეგორიულად წინააღმდეგი, უკვე მეორე დღეა. ლაპარაკი ამ კანონზე იწყება რობიკოთი და თავდება რობერტ სტურუა. არა, ეს პირველი თეატრია და რუსთაველის თეატრის მაგალითით ვიწყებ. გუშინ იყო, არ შეიძლება ამ ერთ ადამიანს რატო აკიდეთ ყველაფერი. მე გეუბნებით 2006 წელსაც ეს კანონი იმიტომ დამახინჯდა, გადაკეთდა და შემოვიდა მმართველების სისტემა, მმართველებს არაფერს არ ვერჩი. ყველას ძალიან დიდ პატივს და მიყვარს. შემოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ რობერტ სტურუასთვის ამოედოთ ლაგამი. და როცა დაჭირდებოდათ, მაშინ გაეშვათ თუ გამოეშვათ. მე არ ვიცი რატო, მაგრამ შვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ თავიდან, როდესაც დაინიშნა კონკურსის წესი ზალიკო,
შვენიერი ურთიერთობა გქონდათ ზალიკოს და იმას რობიკოს. მე არ ვიცი რა მოხდა. ვერ ჩავერევი ამაში. მაგრამ ერთი წუთი რა, სანდრო, ერთი წუთით რა, მაგრამ რაც მოხდა ჩვენ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ზურასაც ეყო ძალიან დიდი ტაქტი და აღზრდა, რომ ჩვენ არ დავტაკებოდით ერთმანეთს, ფაქტია, რომ ზურა მოვიდა ისე, რომ სამი თვე მე ჯერ კიდე ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი. მე აი ესე უბრალოდ ყოველგვარი უზნეო ახსნის გარეშე გამაგდეს და ძალიან კარგად იცით თქვენ, რომ ეს არა სამხატვრო ხელმძღვანელობა მომხსნეს. მე მაინტერესებს ვერც ერთხელ ვერავინ ვერ დამიმტკიცა, რატო მომხსნეს, რატო ვიყავი დამაბრალეს რო სეზონი ჩავაგდე, რაც იყო ტყუილი. დამაბრალეს ბოლოს რო ქექეს სპექტაკლი მოხსნენი და იმიტომ რომ კარვები იყო ერთი ბილეთი გაიყიდა ჩემს საკუთარ სპექტაკლზე და ეს იყო ბრალი რომ არ მოვიდა ხალხი და თავისთავად ჩაიშალა სპექტაკლი. ამიტომ შერჩევითი რო იყო ეს ყველაფერი და ეხლა ნუ გეწყინებათ. მე არ ვამბობ რომ ესენი ყველანი, მაგრამ ის რომ მართველის ინსტიტუტი იყო შემოღებული იმიტომ, რომ ძალიან კარგად გაეკონტროლებინათ თეატრები, სახელმწიფო თეატრები. ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. მაგრამ ამან ხო არ იმუშავა რა. არ მინდა ეხლა რა. მართლაც რეგიონშიც არ უთქვამს რომ რეგიონებზე არ მინდა ლაპარაკი, იმიტომ რომ რეგიონების მართველები დამამთავრებინე მიმაჩნია გმირება. ეკამაზმიშვილმა და ზალიკო ჩიკობავამ უთხრა, ეხლა მის მსახიობებს გადით მიტინგზე ნაციონალების მხარდასაჭერათო, არც ერთ მართველს ეს არ უკადრებია, არც ერთი მისი მსახიობის. მაგას თქვით არ მინდა, მაგაზე არ მინდა რა. გადავალთო და რჩება ეს. მე მაინტერესებს რითი არის კონკრეტულ ფაქტებზე ვილაპარაკოთ თუ გაქვთ ამის საფუძველი. ერთი წუთი ლაშა სულ პარალელურად ლაპარაკობ. სვამ ყველასთან თეატრმცოდნებს ვეკითხები პიროვნულად. ეხლა სათითაოდ მე მაინტერესებს 2006 წლის მერე, რაც 99 წლის კანონი დამახინჯდა და მიიღეს ახალი კანონი. ანუ მივიღეთ სამარცხვინო ორფურცლიანი კანონი, დამახინჯებული, რაც ეხლა ირინამ რა მოიგო ქართულმა თეატრმა. კონკრეტულად დავანებოთ თავი რეგიონების თეატრს, გეუბნებით, მე ესენი მიმაჩნია გმირებად. მე მაინტერესებს რა მოიგო ქართულმა თეატრმა. ამ ახალი აი რისთვის იყო საჭირო 2006 წელს აი ამ იმის შემოღება და რატომ შეითავსა დოიაშვილმა, იგივე იმან რა ქვია ვთქვათ, ვარსიმაშვილმა. მე მაშინ არც ვიცოდი ზურას ამბავი კატეგორიული ვარ იმითხრეს შეთავსებაზე. თქვენ არაო. და მენეჯმენტი არ ვიცი მეთქი 11 წელი მარტო როგორ მართავდი ამ ხელა ფესტივალს. მაინტერესებს. დიახ, გეტყვით ბატონკეთი. აი ზუსტად მაგ კითხვაზე პასუხის გასაცემად მინდა ვთხოვო თამარ კიკნაველიძეს, იმიტომ რომ თან გადავაბა ამას და რატო თამარ კიკნაველიძეს განმარტებით ბარათში წერია ესეთი რამ. კანონპროექტის მიღება განპირობებულია სახელმწიფო თეატრების მართვის სისტემაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობით. რა საფუძველზე, რა კვლევის საფუძველზე ვამბობთ, რომ აუცილებელია კანონპროექტის შეცვლა. ერთი წამით გეტყვით 2006 წლიდან რა შეიცვალა თეატრში, ამას იკვლევს. გეტყვით ერთი წამით. ეს ხო შეიცვალა და ჩავლილი ამბავია ერთი წამით. 2006-დან დღემდე რა მოიტანა დადებითი და უარყოფითი ამ კანონმა კვლევა აქვს ჩატარებული ადამიანს. თეატრცოდნეს, რომელიც კვლევით ინსტიტუტში მუშაობს და მინდა ვთხოვო თამარ კიკნაველიძეს გაგცეთ პასუხი ამაზე. მან ჩაატარა ეს კვლევა და იცის. მართველების სისტემამ რა შემოიტანა? დავაზუსტო კითხვა. რატომ იყო აუცილებელი კანონის შეცვლა და რა მოიტანა კარგი ახალმა კანონმა? კარგით, გეტყვით. არა. კანონი რატო შეიცვალა, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით და 2006 წელს კანონის ცვლილება რატომ მოხდა და რატომ შეცვალეს კანონი? არა 2006 წელს რატო შეიცვალა, მე ნამდვილად ვერ გეტყვით ამ იმას, რა ქვია, კანონს, იმიტომ რომ ეს არის და თუ მეკითხებით რა შეიცვალა და რა ვთქვათ, რა მოხდა და რა განვითარდა და რამ დაიხია უკან, ნამდვილად მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ვთქვათ რაღაცა კანონპროექტზე უნდა მიმდინარეობდეს, ვთქვათ, საუბარი თუ ლაპარაკი მხოლოდ თეატრების, თბილისის თეატრების მაგალითზე. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ იგივე ვთქვათ, აი რა ახსენებს 2006
წელს და მმართველების მოსვლას რეგიონებში დავდივარ ნამდვილად და ნახულობ იქ რა კეთდება, როგორ კეთდება და ასე შემდეგ. ერთი წუთით ქალბატონო ქეთი დავამთავრებ და შევეცდები რაც შემიძლია გიპასუხოთ. ჯერ არ დამიმთავრებია და რა იცით მე სწორად გპასუხობთ თუ არ გპასუხობს. არ გპასუხობ. რა იცით რას გპასუხობთ? მართვალების სისტემის შემოღების შემდეგ ხომ მიქეთ თემი დასავლეთის მუშაობს. არა. წელიწადში უშვებს 5 პრემიერას. 12-ს უშვებს ნინოს ულუაშვილი, ახალციხეს უშვებს. რაც შეგვიძლია ყველას იგივე ხდება თბილისში, თეატრებში. ქალბატონ ქეთი, გაინტერესებთ თუ არა ჩემი პასუხი? ძალიან გთხოვთ მომისმინოთ ბოლომდე. მართვალების ანუ ამ სისტემის შემოღების შემდეგ რეგიონის თეატრებში თუ კითხულობთ რა შეიცვალა და რა მოხდა და რა განვითარდა, მე ნამდვილად ვამბობ და ჩემი აზრი ესეთია, რომ მოხდა ცვლილებები და ახალი ძალა შევიდა. იგივე შემოქმედებითი თვალსაზრისით ახალგაზრდები შევიდნენ და უფრო აქტიური გახდა იქ ცხოვრება. ნამდვილად იგივე დასი გადახალისდა, რაც ქართული თეატრისთვის ეს უმნიშვნელო ნამდვილად არ არის. მაგალითები შეიძლება რა. კი ბატონო, ჭიათურის თეატრს მოგიყვანთ მაგალითად. ბათუმის თეატრში შეიცვალა მთლიანად 2006 წელს. ძალიან ბევრი თეატრია, რომელიც თქვათ და სახელმწიფო თეატრებზე ვლაპარაკობ, აბარაზე ვლაპარაკობ. და იგივე ვთქვათ, როდესაც ვლაპარაკობთ სამხატვრო ხელმძღვანელზე და თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ვთქვათ 3 თვეში მოიხსნასო იქო სპექტაკლები. მე ისეთი ვთქვათ მართველების დროსო, ისეთი მაგალითებიც არის, როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელია, მაგრამ სამი სპექტაკლის შემდეგ იხსნება მე ლაშამ გადმომცა, რა ქვია, კითხვა, რომ გაგცეთ პასუხი კვლევის შედეგად რა შემიძლია გითხრათ. კვლევას 2005 წლიდან, როდესაც მოვიდნენ მმართველები, იქიდან არის გაკეთებული 2011 წლის ჩათვლით კვლევა, ამაში მონაწილეობდა 12 თეატრი თუ 12 თეატრი, რომ საიდანაც გამოვლინდა იგივე რომ ვთქვათ, სამხატვრო ხელმძღვანელები შეიძლება ყავდეს თეატრს და როგორ მუშაობს ეს თეატრი და შეიძლება პარალელი გავაკეთოთ, როგორ მუშაობს ის თეატრი, სადაც ვთქვათ, მარტო მმართველია. ეს შემოქმედებითი პროცესი, კვლევა, რა თქმა უნდა, რეპერტუარი რო ვახსენეთ, რეპერტუარზე დაყრდნობით, აი ამ რეგიონის თეატრების რეპერტუარზე დაყრდნობით, რამდენად აქტიურია ეს თეატრები, წელიწადში დაახლოებით რამდენ სპექტაკლს განახორციელებენ. თქვათ, რამდენია იქ წილი უცხოური დრამატურგიის, ქართული დრამატურგიის, თქვათ, რა შემთხვევები გვაქვს, როდესაც თქვათ, ხდება კოპროდუქციას, რამდენჯერ გადიან თქვენ ისინი უცხოეთში, რა სპექტაკლებზე, აი შიდა გასტროლები როგორ არის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი პროცესი როგორ მიდის, ამის მიხედვით ხო დაახლოებით მაინც შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რა პროცესები მიდიოდა ამა თუ იმ თეატრებში. მაგალითად, აქ არის ფოთის თეატრის მმართველი თენგო ხუხია, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელი ნამდვილად არ ყავს, მაგრამ თეატრი, რომელსაც თავისი შენობა არ აქვს, გაცილებით აქტიურია, როდესაც მობილიზებულია იმაზე, რომ მოიწვიოს მსახიობი და იყოს ის აქტიური პროცესი მიმდინარეობდეს, გაცილებით აქტიურია თავისი, ვთქვათ, რეჟისორების მიწვევი, თქვათ, დრამატურგია, კოპროდუქცია გაკეთდა ამ, თქვათ, პატარა თეატრში, რომელსაც იგივე ინფრასტრუქტურის და ყველაფრის თვალსაზრისით ძალიან უჭირს. მაშინ, როდესაც, თქვათ, იგივე ბათუმის თეატრი ავიღოთ, არის, თქვათ, ისეთი სეზონები და ისეთი, თქვათ, რომ გადავხედოთ, სამხატვრო ხელმძღვანელია, რომელსაც შეიძლება პრემიერა არ ქონდეს და წელიწადში ერთი პრემიერა განხორციელდეს. არის ნამდვილად ესეთი თეატრალური სეზონი. არის ამხელა თეატრი, ყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, ყავს მმართველი და აქეთ არის პატარა თეატრი, მმართველი, რომელიც ორიენტირებულია შემოქმედებითი პროცესის აქტიურობაზე და მრავალფეროვნებაზე და ამ კვლევის შედეგად ეს ცალსახა არის. მე არ ვამბობ, არანაირად ჩემი მოსაზრება არ არის ის, რომ ვთქვათ, ან ესე, ან მე ვამბობ უბრალოდ იმას, ბატონ სანდრო, მაია ლომიძეს რო არ გაეკეთებინა ეს სიუჟეტი, მე არ ვიცი საერთოდ ამ კანონპროექტის შესახებ, როდის გავიგებდი ჩვენ თეატრცოდნეები. იმიტომ რომ იგივე არა, ერთი წუთით, მაკა
მაგალითად, იგივე სამინისტრო, მე მაქვს თქვენთან შეკითხვა, როდესაც თქვენ ცვლილებების შეტანაზე დაიწყეთ, თქვათ, მუშაობა. სამინისტრო მიცოდა თუ არა ამის შესახებ, იმიტომ რომ დაახლოებით 3 კვირის წინ ბიოლის ფონდში იყო მაკაც ესწრებოდა ვასაძე, ბიოლის ფონდში იყო შეკრება, სადაც მინისტრი იყო მოსული და სადაც მაგალითად მინისტრმა მაკა აქ იყო, მაკასგან გაიგო, რომ მარგველაშვილი თეატრალურ ინსტიტუტში დაბრუნდა, მან არ იცოდა და როდესაც ვკითხე, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ არსებობს, მიმდინარეობს, თქვათ, აი ამ კანონზე მუშაობა, რაღაც ცვლილებები შედის, ხომ ვერ დაგვისახელებდით ჯგუფს, რომელიც ამაზე მუშაობს, ხომ ვერ დაგვისახელებდით რა ფორმით ანუ ძველი ფორმა ბრუნდება, ახალი ფორმა ბრუნდება, რა იქნება მომავალში. მან ამაზე მე კითხვა პასუხი ვერ გამცა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მინისტრი და კულტურის სამინისტრო, რომელსაც თქვენ დღეს ძალიან ბევრჯერ ახსენეთ, ამის არაფერი საქმის კურსში არ არის. მინისტრმა არ იცის თეატრის სფეროში რა ცვლილებები მიმდინარეობს. რას გეგმავთ? თქვენ თუ მუშაობთ ამ ცვლილებებზე, სამინისტრომ არ უნდა იცოდეს, ანუ გარკვეული ესეთი როგორ გითხრათ, შეკრება, აი რაღაცნაირი აზთა გაცვლა, გამოცვლა არ უნდა ხდებოდეს, არ უნდა გაანალიზდეს მართველების, თქვათ, მუშაობის პროცესში რა კარგი დარჩა და რითია გამორჩეული, თქვათ, სამხატვრო ხელმძღვანელის, თქვათ, ერთი წუთით დავამთავრებ, ძალიან გთხოვთ. და კიდევ ერთი თქვენს მიმართ მაქვს, კიდევ როდესაც ვამბობთ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქცია უნდა გაძლიერდეს. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ არა, უნდა გაძლიერდეს. თავარი და გამსაზღვრელი თავარი და გამსაზღვრელი გახდეს. თქვენ ამას ამბობთ. როგორ ფიქრობთ? იგივე რომ ვამბობთ, რომ თქვათ არ არსებობენ მართველები, რომლებმაც თქვათ იციან როგორ მართონ თეატრი კარგად და კარგი მენეჯერები არ არიან. არსებობენ ისეთი რეჟისორები დამისახელეთ, რომლებიც ასევე თქვათ შემოქმედებით პროცესას ძალიან ესე ძლიერად გაუძღვებიან და ამასთანავე აი ამ იმ მენეჯერულ ფუნქციასაც ესე კარგად გასაცვლავენ და შეითავსებენ. მხოლოდ ერთი საქართველოში არის 5,000-ზე მეტი თეატრი. აქ ბევრი ქალბატონო ქეთი. თქვენ არასწორად ქალბატონო ქეთი, მე არ ვამბობ, რომ ეს ან ერთი წუთით. თამარ. ერთი წუთით. თქვენ პრინციპულად არ მომისმინეთ რა. თქვენ პრინციპულად არ გინდათ გაიგოთ. პრინციპული საკითხი. მე უბრალოდ გეუბნებით, მაინდა-მაინც ყველაფერი გადაიტანოთ. ცვლილებების შესახებ, როდესაც საუბრობთ. სამხატვრო ხელმძღვანელი. აქ ამაზე არ მიდის საუბარი. ბატონო სანდრო, მე ვამბობ, რომ როდესაც საუბრობთ სტრუქტურაზე, თეატრის ბუნებაზე, თეატრის არსზე და თეატრის წინააღმდეგობა ამ არსს, ის უნდა გასწორდეს. მურჩა და გატანა. ნუ ეძებთ ამას. მე იქვე ვახსენე, როდესაც რეგიონულ თეატრებზე ვლაპარაკობდი, რომ რეგიონის თეატრებში იყვნენ მართველები, იყვნენ დირექტორები უпростоრად, რომლებიც ზურგით მოქონდათ ეს თეატრები და ეს კარგი იყო, იქ სხვა სპეციფიკაა, გასაგებია ეს ყველაფერი. და რომლებიც ყოველთვის იზიდავდნენ ნიჭიერ ხალხს. ეს ეგრე იყო ყოველთვის და ამან მოიტანა ეგეთმა დირექტორებმა და გნებავთ დღეს მართველებმა. ბატონო სანდრო, მაგათმაში რომ მოიტანა დღეს თეატრი აქ. მე ერთ რაღაცას ვამბობ უბრალოდ, რომ როდესაც ცვლილებები შედის კანონში და ვამბობთ, რომ მართველების სისტემა გასაუქმებელია, უნდა გაკეთდეს ამ პროცესის კვლევა. რა კარგი იცით რა, მოდით რა თქვენ ახლა დაიწყეთ კვლევა და მე თეატრში გაკეთებული ვარ, დაბადებული ვარ. არ შეიძლება ესე. არ შეიძლება ესე, მით უმეტეს იმას, რომ თეატრის ცხოვრებას და წარმართავდეს სამხატვრო ხელმძღვანელი. ამას კვლევა არ ჭირდება. სამხატვრო ხელმძღვანელი დაიწყებს, ის აღმოჩნდება, ნუ აი რა მდგომარეობაში არ ვიცი. მე მახსოვს სამხატვრო ხელმძღვანელები, როდესაც თქვათ, აი ესეთ თქვათ წარმონაქმნში თეატრში წარმონაქმნი არ არის თეატრი, თეატრი არის ორგანიზაცია. გასაგებია, კი ბატონო. წარმონაქმნი ყოფილა კიდე თეატრი, ახალი ამბავი გავიგეთ. ერთი წამით. არ შეიძლება. არ შეიძლება. კი, აუცილებლად. აუცილებლად, მაკა, იტყვი. კი. ქალბატონო ქეთი, თუ შეიძლება მაკავასაძესაც უნდა. ყველაფერი ახალი კანონით აბსოლუტურად ყველა სრულუფლებიანი მართველი წარმართავს ყველაფერს. ნამდვილად ასე წერია.
მაკავასაძეს მიეწოდეთ. არის სოფო მაკას. წინა კანონსაც არ ვიცნობთ ეთყობა წესიერი. თენგო არის მის ხმა აზრი არა. აი, ოპერა ცოტა სხვა სპეციფიკაა, მაგრამ აგერ არის ბატონი დავითი, ხო? ეს ასე ვთქვათ, ეს სამხატვრო ხელმძღვანელი და მართველია, მე ესე ვიცი, ხო? კი, არა, მე გეტყვით, ჩემთან გასაგებია ეხა ოპერატორს ხარი, მაგრამ პროფესიონალი თითქმის მუსიკოსია, არა? და რეჟისორი. ერთი და იგივეს ვამტკიცებ. ერთი და მობის ეს ძალიან ბატონო სანდრო. აქ არის ბატონო სანდრო, აქ არის გაუგებრობა. ალბათ. არა, აქ არის გაუგებრობა, იმიტომ რომ კარგით რა ეხა. არ არის აქ შეიძლება ხო შეგვიძლია რომ არაფერს არა მე გუშინ გითხარი ქეთი არ არის ესე შეიძლება მე ვთქვა მომისმინე ეხვეწები მოусმინოთ ერთმანეთს მაშინ შემიძლია შეკითხვა დაგის მომისმენთ შემიძლია შეკითხვა დაგისვათ რა განსხვავებაა არსებულ კანონსა და მომავალ კანონს შორის სამხატვრო ხელმძღვანელების ფუნქციებში არის მხოლოდ და მხოლოდ ის რომ სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენს დირექტორს და არსებულ კანონში არის ის რომ სამხატვრო ხელმძღვანელსაც დირექტორსაც და კიდე სხვა სამხატვრო ხელმძღვანელს ნიშნავს კულტურის მინისტრი. არა დათო რა იცი რა განსხვავება ის რომ დღეს ძალიან ბევრ თეატრში არ დავასახელებ ინიშნება დაუშვათ მართველი ინიშნება რომელიც ამოდა მე სამხატვრო ხელმძღვანელი საერთოდ არ მჭირდება. ასე თქვა სწორედ ავთომ, ასე თქვა სწორედ დათომ. არა, იმიტომ რომ ისინი არიან ისინი სამხატვრო ხელმძღვანელები არიან. ახლა მე ვერ ვიქნები ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, მაგრამ რა ხომ გასაგებია, მაგრამ ასე თქვა ახმეტელის თეატრის ხელმძღვანელმა. რა არ ჭირდება ამას სამხატვრო ხელმძღვანელი. ხო და ეს არის დასაგმობი და არა ის რომ კანონია თუ. ჩემაკრეტინმა რომელიც ჩემთან დანიშნეს, ხო? ხო და თქვენ რას ამბობთ, ვერ გავიგე. კიდევ ვიღაცა ახალი კანონით ჩემთვის არის ახალი კანონი, არის ძალიან კარგი. დიახ, გისმენთ. დიახ. მე ნამდვილად არ ვიცოდი ზურას, თქვა შეტანილი ქონდა. როგორ არ ვიცოდი ხეთი რა საფარ. რა მნიშვნელობა აქვს ეხა კონკრეტიზაციას? მიუხედავად ამისა, რადგან მე დამიშნე სამხატვრო ხელმძღვანელად, მე თქვი, რომ მე შემიძლია შევითავსო, რომ არ იყოს კონფლიქტი. ნუ გასაგებია, შენ მიუღებელი იყავი და არ დაგნიშნეს. გავიგეთ ეს და ხო გასწორდა ეს კაცო. არ არის ეხა ეს ხო კანონში ვერ ჩაწერა. მაკა გამოართო მიკროფონი. კი. ეხა ახალი მთავრობისთვის მაშინ რა ვქნა. გამოცხადებული კონკურსი დათო. თუ შეიძლება ერთი შეკითხვა მაქვს მართველებთან ორგანიზაციული. მე მქონდა შეკითხვა და არ მაცალე. გამოცხადებული კონკურსი თქვენ 5 წელი ქონდათ ხო ვადა? კონკურსი 5 წელი ქონდა თვადა. გეხვეწებით, ეს გადაგვიყვანს პოლიტიკაში. ხომ გაკეთდა ხელშეკრულებები. კონკურსის პირობებში ეგრევე. მაკა თქვი, არსებულ კანონში რა აქვს შეზღუდვები სამხატვრო ხელმძღვანელს, მეტი არაფერი. არსებულ კანონში. დღეს არსებულ კანონში რა შეზღუდვები აქვს? არა, შესწორებები არა. არსებულში ხო? დღეს მოქმედ კანონში. დღეს მოქმედ კანონში არაფერი არ წერია საერთოდ. რაში საწერია? მაგაში რომელი რაღაცა სხვა შეზღუდვები აქვს, კითხვა სხვანაირად. რა შეზღუდვები აქვს ძველი კანონით? თუ არსებობს ხელმძღვანელს რა შეზღუდვები აქვს? რაში იზღუდება სამხატვრო ხელმძღვანელი? ვიპასუხეთ. არ უნდა ვიგეკითხეთ, არ წერია ეს, როგორ გეკითხეთ? მაინც სამინისტრო ნიშნავს. თუ შეიძლება მაკავასაძეს უნდა რაღაც. აი რა არის, ნახეთ, ერთი წუთი, დათო, აი რა არის. მოქმედ კანონში შავი თეთრზე წერია. პუნქტი თავის 3.2.
სახელმწიფო თეატრის მმართველი წარმოადგენს თეატრს და პერსონალურად სპასობს თეატრის საქმიანობას. ანუ არის ერთ პიროვნული არა რაღაც სხვა არის და რაღაც სხვა კიდე სამხატვრო არა მოგნახე უკაცრავად ზაგიკით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი შეიძლება ყავდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება არ ყავდეს შეიძლება ახალი კანონმდებლობით აუცილებლად უნდა ყავდეს მაკათ გამოართვი და თქვი რაში იზღუდება მათი უფლებები ეს ვერ გავიგე მაკას ეს იგი ისა შემზღუდველი მაგრამ რა ერთი წამი დაგიწყე სახელმწიფო აი ეხლა წაგიგე წარმოადგენს თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელს რა შეზღუდებია მე-6 პუნქტი ეს სხვა პუნქტია თავისთავად ის რომ მართველი არის პირველი ფიგურა ეს უკვე არის შეზღუდვა სამხატვრო ხელმძღვანელის ნუ თუ არ გესმით კაცო ვერც გაიგებოდა. მაკა, კი. მარტივი შეკითხვა. რეჟისორის გარეშე თეატრი არსებობს? მარჯანიშვილი რო არ ყოფილიყო, ქართული თეატრი იარსებობს და მორჩი რომელი კანონის მოდავა? ეხლა მიკროფონი კანონ პროექტზე რა. ეს კანონის მოდავს, ეს დატო, ეს კანონი. სულ არ იარსებობს, ვერ იარსებობს. ეს კანონის მოდავს, რომელი კანონი და ეს კანონი. და არც ერთი თეატრი არ ყოფილა რეჟისორის გარეშე. კარგი რეჟისორი და კარგი ფინანსისტი ერთად. არ ყამათო, არ მე ხალხო არ გეყამათები და არ არის ესეთი. გამდენ სხვა არის კაცო. თაკოს შევე ყამათები რომ ახალგაზრდების შედინება მოხდაო. ახალგაზრდების შედინება რუსთაველის თეატრში მაგალითად ყოველთვის ხდებოდა. ყოველთვის იცნო. როცა და ჩამოდი, სულ თითქმის ერთი თაობა ვარ, ცოტა ჩემი ზონის. ჩვენ გვიჭირდა შესვლა სწორედ თეატრებში. სულ შენ არ დგამდი რუსთაველის თეატრში? მე ცოტა? არ არის ცოტა, მე რა გაკონია რეჟისორი არა ვარ. და როგორ არა ხარ მე შენ ხარი? შედინება. რა შედინება, რა გამოდინება, რა? ნამდვილად უფრო მეტი. რა შეზღუდვა ქონდა? არა, მე თაკოს პასუხობ, შენ არ პასუხობ. სამხატვრო ხელმძღვანელად პირველი ვეღამეს მანანა არის. ვინ არის ამის წინააღმდეგ? მოდით და დადგ. გიზა ჟორდანელი არ შევიდა ჩემთან ერთად დაამთავრეს. გიზა რუსთაველის თეატრში. სპარტილა რა შეზღუდვა ქონდა სამხატვრო ხელმძღვანელს არსებული კანონის არა, მე მიხედვით? პასუხე შენ არ პასუხობდი. ანუ ეხა ეგ არ არის ეხა ეგ აქტუალური. აი, ეხა რაც მე მინდა კანონ პროექტთან დაკავშირებით თქვა. ერთი რამ მაინტერესებს. აქ არის ესეთი რაღაც, რომ ექსპერტთა ჯგუფი საბჭო შეიქმნება და ამ ექსპერტთა ჯგუფს თუ საბჭოს დაეკითხებიან ასრს ვინ დანიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელი დავარქვათ თუ მართველი თუ დირექტორი და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს რა ვადით აირჩევა ხოლმე, ეს არ არის მიწა. 4 წლის ვადით წერია, 4 წლის. სამხატვრო ხელმძღვანელი 4 წლის ვადით. 4 წელი ექსპერტთა საბჭო კულტურის სამინისტროში, რომელიც იარსებებს, ლაშა სხვა კითხვასვა. ყოველწლიურად შეიცვლება. ეს არ არის მიწითელი. მე არ ვიცი მაგის საბჭოს არაფერი, იმიტომ რომ კულტურის სამინისტროს ექსპერტთა საბჭო, როგორც მე ვიცი, შეიცვლება ყოველ ერთ წელიწადში. რა პრინციპით ირჩევა და რა პრინციპით ირჩევა ეს ექსპერტთა საბჭო? ეს ალბათ უნდა ვკითხოთ კულტურის სამინისტროს. ეს იმას არ არის, კულტურის სამინისტრო. ეს ვინც ეს პუნქტი შეიტანა, იმას კითხებ. მე ამ პუნქტის არ ვიცი. მე არ შემიტანია ნამდვილად. მე ექსპერტთა საბჭოზე არაფერი არ ვიცი. იქ არის მითითებული, რომ აუცილებლად თეატრს უნდა ყავდეს მთავარი რეჟისორი და სარეჟისორო კოლეგია. მთავარი რეჟისორი იმ შემთხვევაში, თუ სამხატვრო ხელმძღვანელი არ იქნება მთავარი რეჟისორი, მაშინ რეჟისორი, პროფესიით რეჟისორი უკაცრავად ეხა ავირიე, ანუ უნდა იყოს ის. მე ვთვლი, რომ კი ეს მთავარი რეჟისორის რა ქვია მაგას თანამდებობა სრულიად ზედმეტია, რატო? აი ეხლა
ზედმეტი ხარჯია კიდე იყოს სარეჟისორო კოლეგია, რომელიც თუ სამხატვრო საბჭოს რაც გინდათ ის დაარქვით და მერე მსახიობებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. იგივე იმ კოლეგიაში ეს არ უნდა იყოს მარტო სარეჟისორო კოლეგია, იქ მსახიობიც უნდა იყოს შეყვანილი. ანუ სამხატვრო საბჭო უნდა აღდგეს. იცი რა, თუ კოლეგიაზეა ლაპარაკი, სარეჟისორო მარტო რეჟისორები რატო იქო იმ თეატრში თქვენ როგორ თქვით ბატონო სანდრო მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი, ანუ ეს არის სინთეზური ხელოვნება და იქნება ამაზეც ვიფიქროთ. მე უბრალოდ წინადადების საკითხი. სამხატვრო საბჭოა უკვე. ანუ თქვენ ამბობთ რომ უნდა აღდგეს თეატრებში სამხატვრო საბჭო. არა, მე კი არ ვამბობ რომ უნდა სურვილი. თუ კოლეგია შეიქმნება ეს. ისი აუცილებელია სალამო თეატრს. ამ კანონში ეს წერია რომ უნდა შეიქმნას. ჩემთვის მაგალითად ჯობია რომ გამითვალისწინო. ბატონო. მსახიობი და ყველა. სამხატვრო საბჭოს როგორ არ მოუტანია? ბატონო ქართული თეატრის არსებობის 40-50 სალონი. ჭირდება სამხატვრო საბჭო თეატრში? არა, მაგას არ ვამბობ. ხო, აი ეს მინდა. სამხატვრო საბჭო. თქვენ როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი. მე პირადად თუ მეკითხებით, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი და პარალელურად არ ილაპარაკებ, დამამთავრებინეთ ერთი წინადადება მაინც. მე ვაპირებ და მინდა როგორც იყო ჩვენ თეატრში ისე, როდესაც მივიღებთ რამე გადაწყვეტილებას, მართველი იყოს ჩემ გვერდზე, შოთა გლურჯიძე იყოს ჩემ გვერდზე, მანანა ათაძე იყოს ჩემ გვერდზე, ნუგზარ ბაგრატიონი და ცოტნე ნაკაშიძე. ესენი იყვნენ ჩვენ გვერდზე, გადავწყვიტავთ ერთად ერთი წუთი რა. მაცალე თუ არ დამნიშნა, კაცო დამამთავრებინეთ რა არის ეს ქართველი კაცები კაცო რა. ჩვენ პარალელურად დამამთავრებინეთ. თუ დამნიშნავენ დანიშნული ვარ, ეხლა უკვე ბრძანებით. თუ მომხსნიან და ისევ დამნიშნავენ. გასაგებია, მაგრამ ვთქვათ, სანამ არ არის კანონი. So, მორჩა, ჩემი ახლა დაპარტა. შენ კინოსადროშია თავზე ნუ გვაქვს, არ გვაინტერესებს. აქ არის ლაპარაკი 57 თეატრზე. არა, დაგნიშნავენ, გააკეთებ კარგად საქმეს. ვერ გააკეთებ მოხსნიან. რა უნდა ამას ეს პრობლემა არა. რომ მოვიდეს შენ ადგილზე ვიღაც უზურპატორი, მე რა ვქნათ? რომელი უზურპატორი? ვიღაცა რომ გაიმარჯვოს, იმან რა ქვია? ჩევსკერდოიშვილი. და რომ დანიშნოს, ძალიკო კინოსადროშია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მოიწვიოს და გაათავისუფლოს უყელა და ეფიროვი მართველი გადადო ზალიკოს ადგილზე რომ დანიშნულები უზურპატორი. ხო და მაგაშია საქმე. მაგისგან გვინდა თავის დაცვა რომ ვიღაცა მოვა რომელიც ხდება დიქტატორი არ კანონი. მაგას ვიზარდ. ქალბატონ მანაჯერია. შენი იმედი მაქვს და იმიტომ მოვდივარ შევკათა. ვიღაცის იმედი არა მაქვს. მამამე დროს ეხლა ეს შეიძლება შინაურული ამბავია, მაგრამ მე გადავწყვეტე. მე სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი. როდესაც ჩემი მარჯვენა ხელი და ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან ბევრი საქმეს ვიკეთებდა ხატუნა წულაძე, PR მენეჯერი ჩემი და პრესას გაუშვა სურა და უთხრა პირდა. ნუ ეს თქვენ შორის დასალაგებელია, ხო? კანონი როგორ დაგილაგეთ ამას? ჩემი გუნდი მჭირდება, ამიტომ იმის გამო რომ მე ვარ მარტივი და შემიძლია გადავწყვიტო. ხატუნა გაუშვა თავის ადამიანს მოიყვანა. მო დირექტორსაც რო შეუძლია წარმოიდგინეთ. ისეთი უფლება მოსილება აქვს მართლაც. რომ იმას შეუძლია. ეხლა ამართველის მაგივრად იქნება სამხატვრო ხელმძღვანელი, რა იწვება მაგის. კარგი. ნურა რო დანიშნულ მომავალ სამხატვრო ხელმძღვანელად, მე ხო იგივეს გააკეთებს. არა, რას ნიშნავს? თენგო. ერთი წუთი შეიძლება? ერთი წუთი. სიტყვების სვალებადება იწვება. რა შეზღუდვა ქონდა წინა კანონში სამხატვრო ხელმძღვანელს? გავიგოთ რა. აბსოლუტურად. ქონდა კეთი შენ, მაგალითად, ან რა შეზღუდვა გაქვს ეხლა, როგორც აი ხელმძღვანელს დღევანდელი არსებული კანონი. არსებული კანონი შენ სამხატვრო ხელმძღვანელია. რაში მე გასაკეთებელი წარმოადგენს თეატრს. ხო, მაგრამ ეხლა ზურა იქნება სამხატვრო ხელმძღვანელი, მე რას იზამ? არა, გასაგებია.
ზურას თუ დანიშნავენ, ხო იგივე ფუნქცია, იგივე შენ რასაც ებრძოდი, იმის საწინააღმდეგო ხდება. არა, დათო ეგ დემაგოგია რასაც შენ ახლა აკეთებ. ეგ არის სუდაწყლის დემაგოგია. ბოდის ვიხდი თუ დემაგოგია, მაგრამ მაინტერესებს დემაგოგია. ზურა რო გახდეს, სამხედრო ხელმძღვანელი იგივე ფუნქციებს აკეთებს, რასაც ეხა აკეთებს. ხალხი მაგაზე ფულს იღება ამდენ. თენგო თქვი? არ მივცემ. დროს გაუფრთხილდეთ ძალიან ცოტა დრო გვაქვს თენგოს მიეც ერთი წამით. ათქმევინე თენგოს. ხალბატონო გეგის, ამდენი ხანია სულ ეგიშმე და ერთ მათქმევინეთ მე. თუ შეიძლება თენგო ხუხიამაც ჩამოვადი გასული. ბატონო სანდრო, ნაკლა მაინტერესებს. გუფი ხო არის ადამიანების ვინც მართლა დაждდა და დაიწყო ამ კანონპროექტის ცვლილებებზე მუშაობა. აი ძალიან მაინტერესებს სახელი და გვარები თუ შეიძლება დამისახელოთ, იმიტომ მე კიდე ერთი შეკითხვა მაქვს. მე გულახდილად გეტყვით. დიახ. რომ თეატრალურ საზოგადოებაში პატივცემულმა პრეზიდიუმმა თხოვამე და დამავალა შენ კარგად იცი კანონების სანდრო წინა კანონში მონაწილეობა მიღებული აი მკეთის რომ მოსწონს და მაგას ირინას იმ კანონში მონაწილეობა კარგად იცი ყოველთვის გვაკონტროლებდა გვეჩხუბები კანონებით და იქნებ რაიმე პროექტი გააკეთო. მე ეს პროექტი გავაკეთე. ზედ არ დამიწერია, რადგანაც ესე იგი, ჩვენი პრეზიდენტი ეხლა თლიანად პარლამენტი გახდა ბატონო. ესე იგი, ძალიან ბევრი ისორი დაგაკეთე. სამი კაცი პარლამენტში მივავრინეთ, ხო პრაქტიკულად პრეზიდენტი აღარ არის. ამიტომ ესე იგი, მე ამას არ დავაწერე არც საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას, რაიმე ჯგუფი, არამედ დავაწერე სანდრო მრევლიშვილი. საპროექტო წინადადებები კანონზე თეატრის შესახებ. კარგი. არ მისუნთქია. არა, რა შეეხება ისე პასუხი მაგითხვაზე, რა შეეხება კულტურის მინისტრს, კულტურის მინისტრთან მე დაახლოებით ერთი კვირის წინ მქონდა შეხვედრა და მან იცის იმის შესახებ, რომ ასე თქვა წინადადებები საპროექტო არის. ამავე დროს რახან მკითხეთ ესა პასუხს გაგცემთ რომ მე არავითარი მოусმინოთ ქალბატონო ირინე არავითარი ასე ვთქვათ რაიმე გართულება ამ ტექსტთან და ამ კანონთან არ მაქვს ამიტომ ვთქვი რომ ყველა მიქნებ წარმოადგინოს ასე ყაყანში და ჩხუბში კი არა წერა კითხვა ყველა ვიცით ხო წარმოადგინოს თავის წინადადება რას ეთანხმება რას არ ეთანხმება კი ბატონო გნებავთ რაღაცა გაერთიანებულა იქ 4 შაბათს ხო 4 შაბათს საათი ჯერ არ იცის თვითონ 4 შაბათს იქნებ იქვე 4 შაბათს იმ წარმოადგენლობის ჯგუფში კულტურის ერთი წუთი ირინა მოდი რა პრაქტიკოსები ვარ მე თელ ჩემს ხურე პრაქტიკოსი ვარ ხო იგივე იმ ჯგუფში რომელს შევიდე ჯგუფში კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი მართველები შევიდნენ სამხატვრო ხელმძღვანელები შევიდნენ ერთი 5-10 კაციანი მაქსიმუმ ჯგუფში თეატრონები ყველა თაობის გეთანხმებით ყველა თაობის წარმომადგენლები შევიდნენ რახან არ ეჩქარება პარლამენტს დაერქვას ამას რატომ უნდა ეჩქარებოდეს ბატონო სანდრო ეჩქარება რას ნიშნავს ანუ არა არ ეჩქარება არ ეჩქარება ერთი წუთი მადლობა ღმერთს არ ეჩქარება მე ძალიან კარგი არ უნდა ეჩქარება საჭიროა და ესე იგი მოგცემ დრო მისცენ ამ ჯგუფს დრო დაждდეს ეს თქვენი ყველა წინადადება ვისაც რა წინადადება აქვს შევიდეს იმ ჯგუფში იურისტიც უნდა იყოს იმ ჯგუფში და იურისტთან ერთად ესე იგი დაждდება ეს ჯგუფი და შეიმუშავებს იმ წინადადებას რომელიც არ იქნება არც სანდრო მრევიშვილის არც უგრი კამტარიას არც კეთი დოლიძის წინადადება ამ ჯგუფის წინადადება იქნება და ის გამოვიტანოთ მერე სამსჯავროზე ძალიან კარგი სხვა გზა არ არსებობს ასე იქნება ყაყანი და ბოლოს მე მეშინია ესე არ მოხდეს იგივე პარლამენტში ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი ძმები არიან მაგრამ ისე როგორც წინა პარლამენტში მოხდა რომ ბევრი რამ ამ კანონში დაიკარგა გზაზე და წინა კანონში სხვათა შორის ამასაც მე ხაზი გავუსვა წინა კანონშიც აი ამ 99 წლის კანონშიც თეატრალური საზოგადოებიდან პარლამენტამდე გზაში ბევრი რამე დაიკარგა ხო ამ კანონშიც გზაში ბევრი რამე შეიცვალა პატივცემული გოგა გაბაშვილი კი ბატონო სულ თათბირებზე გვეძახო და ერთ რამეს ვეუბნებოდით მე სხვა რამე გამოჩნდა კანონში კი ბატონო ეს რო არ მოხდეს ამიტომ ერთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს თქვენთან ბატონო სანდრო თქვენ ძალიან კარგად იცით ახლა რეგიონებში და წეღანი საუბრობთ თუ როგორი სიტუაცია იყო და ესე შემდეგ და სახელი და გვარები თქვით ალბათ 70-იან წლებში და ეს შემდეგ ძალიან ბევრი რაღაც ახლა შეცვლილი არის მართლა სიტუაცია არის მართლა შეცვლილი
რაც შეეხება ფოთის თეატრს, ის სიტუაცია მართლა გახსოვთ თქვენ ყველაზე კარგად თქვენ იცით, რას ნიშნავს ეკლესიიდან თეატრის გამოშვება და პირიქით, ხო? ანუ ეს ყველაფერი გადაილახა და მინდა მარტივი შეკითხვა დავსვა. გამისახელეთ ადამიანი, რომელიც წამოვა ფოთში მთელი 4 წლის განმავლობაში და რამდენი შეიძლება ჰონორარი მივცეთ იმ ვიღაცა ადამიანს, ვისაც დამისახელეთ. პირობითად სამუშაოდ მითხარით ვიღაც. არ ვიცი მე კულტურის სამინისტრო არა ვარ. არა, კულტურის სამინისტრო რაშვაში არის, ბატონო ჩემო. მე უბრალოდ არ ვიცი მე რა მოხდა. ბატონო სანდრო, თენგის. მე არ ვიცი ესე იგი. დღეს როგორ აგვაქვს ჩვენ ჭკუა მოწყობილი რეჟისორებს არ ვიცი. 8 წელია ბატონო სანდრო. აი მე გეტყვით ისევ ჩემ მაგალითს. იმიტომ რომ იმ კადნიერდები ყველაზე უფრო ახლოს საკუთარი მაგალითია ხო? დიახ. 1963 წელს დავდგი სადიპლომო სპექტაკლი რუსთაველის თეატრში. დამეძახა დორიან კიტიამ, მომცა ქაღალდი, იმიტომ რომ მე ვიყავი ლენინგრადიდან განაწილებული საქართველოს კულტურის სამინისტროს გამგებლობაში, მომცა ქაღალდი საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეს ბატონ კაკო დვალიშვილს. გთხოვთ კურსდამთავრებული სანდრო მრევლიშვილი გამოანაწილოთ სამუშაოდ რუსთაველის თეატრში. დიახ. მოვდივა რუსთაველის თეატრიდან კულტურის სამინისტრო იყო, იქ სადაც ახლა ინსტიტუტია თეატრალური. დიახ. გზაზე ხდება რეზო მირცხულავა, სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი. და მეუბნება, სანდრო ასე მოთხარა წერილი, წამოდიო სოხუმში ადგილი მაქვს რეჟისორისა და წამოდი ჩემთან სამუშაოდ. არ მიტანია ეს წერილი, მივედი სახში ჩავაწყე ჩემოდან და წავედი 3 წელი ვიმუშავე სოხუმში. დიახ. არ ვიცი, ჩვენ ალბათ სხვა ის დღეს ხო სხვა დროა ბატონო. არც ერთი ახალგაზრდა რეჟისორი არ წავა. თქვენ შეკითხვაზე, თქვენ შეკითხვაზე ეს მაგალითი არ მომეყოლა, არ შემეძე. არა, ბატონო. თემურ ჭხეიძე ზუგდიდში წავიდა. საوارი ვუთხარით ჩვენ სტატიები გქონდა ამ თემაზე ქალბატონო ქეთრი. მე მქონდა სტატია ზუსტად ამაზე. უკაცრავად. უნდა როგორ არ უნდა, მაგრამ სამი თვია ვმუშაობ. თეატრალურ ფესტივალზე ნახე ყველა სპექტაკლი. მომეწონა სუფთა-სახი და მინი ჩაკეტაძეს მაკეტებია ბევრ სპექტაკლს ვიდით. ამ კანონის ანუ აქტუალ იქამდე შევხვდი რამდენიმე რეჟისორი. შემთავაზე პირობები მაგრამ ერთია. ამ კანონ პროექტში და არც კანონში არ იყო გათვალისწინებული რეგიონული თეატრის ინტერესები. ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედად, გრიშა ჩაჩიბაია იქნება თუ არა რაიკომის მდივანი, ანუ ცხონებული, რომელმაც ვაშო ყუშიდაშვილს უთხრა, რომ მე უბრალოდ ფულს გადაგიხდი და ზუგდიდის თეატრებში იარეო, ამიტომ კანონი უნდა ავალდებულებდეს ადგილობრივ თვითმმართველის ხელმძღვანელს, რომ მან აი ეს აუცილებლად უნდა მისცეს თეატრს, იმიტომ რომ იქ წერია კანონში ერთი წუთი წერია რომ ამ კანონში ვერ შევა გენაცვალე. ერთი წუთით ეგ უნდა შევიდეს კანონში თვითმმართველობის შესახებ. არა, ერთი წამით იქ წერია რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის თეატრს, ანუ რეგიონულ თეატრს აფინანსებს. შეიძლება აფინანსებდეს კულტურის სამინისტრო ან კულტურის სამინისტრო იშვერს ხელს დაგაფინანსოს იმან. ის მეუბნება, რადგანაც დაფუძნებული ხარ იმის მიერ დაგაფინანსოს იმან და დაურბივარ წინ და უკან კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. გასათვალისწინებელია. ეს არის გასათვალისწინებელი. ძალიან დიდი მადლობა, უბრალოდ სამწუხაროდ ჩვენი ფორმატი. კარგი, ნიკა თქვი, იმიტომ რომ დიპლომი არ ეძლეოდა. არა, დიპლომი არ ეძლეოდა. დიპლომი
ეხლა ერთი წუთი რა, ერთი წუთი. ჩამოვიდა და ნიკას მოусმინოთ თუ შეიძლება. მაიკო ძალიან. ხალხო ეჭი ხო არავის არ გვეპარება რომ სულ ყველას გვინდა ქართული თეატრისთვის კარგი ქეთი ახალციხეში ჩავიდა და გააკეთა უთულესი არ უნდათ ქეთი მართლა არ უნდა ერთ სიტყვას ხალხო ხმა არ მომიღია რაც აქ როცა თუ შეიძლება ნიკა წულუკიძეს ხმა არ მომიღია და მეცით იმდენი პატივი რომ ერთი სიტყვა თუ გინდა ნიკა მაბატია რა ერთი წამით ნიკა მაბატია ერთი პერიოდი ძალიან სერიოზული პერიოდი რუსთაველის თეატრის დირექტორი იყო აკაკი ბაქრაძე მაშინ დაიწყეს კაი სპექტაკლების დადგმა თემურ ჩხეიძემ, რობერტ სტურამ, გოი ქალთარაძემ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დირექტორი იყო აკაკი ბაქრაძე. ეს სხვა ფენომენია, სხვა საკითხია. მაგრამ აკაკი ბაქრაძე ხო ვერ დგამდა? თვითონ არ დგამდა თვითონ. თვითონ არ დგამდა. ნიკამ თქვას და დავასრულოთ. ნიკა თქვი და დავასრულოთ. შეგვარიგე ახლა. სუპერ ხოთანხდები იმაზე რომ კარგი გვინდა ქართულ თეატრისთვის. იკრიბება ოთხშაბათს. ზუსტად იცოდეთ რომ იქა ოთხშაბათს აბაშენ აბამეთ არ გამოვა არაფერი. ვისაც რა იდეებია, ვისაც რა იდეებია. დაწერეთ, შეიქმნა კომისია, რომელშიც იქნება ყველათაობის წარმომადგენელი, ახალგაზრდა ძველგაზრდა. აბა რა ვთქვი მე კაცო? ხო, ოღონდ დაწერეთ და არა, გვარიმარიდა და საბჭო და კოლეგია დამკვიდრდა. დაწერეთ კი ბატონო. და განიხილეთ, გამოვიდეს საქმე. თუ არა ისი არაფერი, თუ მაგის ბიოგრაფიას გამიშოვება საჭიროა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, უბრალოდ გული მწყდება, რომ ვერ ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, ალბათ ეს დისკუსია შემდეგში გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის.